Zadebul დასკვნას აფასებენ სპეციალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახალხო დამცველის აპარატის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც მონაცემებს უწოდებენ საგანგაშოს, როგორც სპეციალისტები ამბობენ, იურისტები დასკვნის მიხედვით საუბრობენ, რომ ქართული ოცნება ამ დრომდე კიდევ უფრო აძლიერებს ყოველდღიურად სხვადასხვა ტიპის დანაშაულებებისთვის მსჯავრდებული ადამიანების მიმართ ზეწოლას და რეპრესიული მექანიზმების ამოქმედებას. კვლევაში მითითებულია, რომ შეუძლებელია ამ ფაქტს ჰქონდეს სწორი ახსნა. გარდა იმისა, რომ სისხლის სამართლის მექანიზმების გადამეტებულად გამოყენება ხდება ქვეყანაში, ეს ეხება საქართველოს, რა თქმა უნდა, ეს დასტურია იმისა, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა საქართველოში არ არის რაციონალური, მისი მიზანი კი არის ერთადერთი, რომ მაქსიმალური რეპრესია მოახდინონ ადამიანების, არ აქვს მნიშვნელობა. სისხლის სამართლის პოლიტიკა არის მკაცრი და ბევრი ადამიანის პასუხისგებაში მიცემაზე ორიენტირებული. ეს არის ხაზგასმული 28 გვერდიან დასკვნაში. ევროსაბჭოს ფარგლებში რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა კვლევა, სადაც აღნიშნულია და აღწერილია სტატისტიკური ინფორმაცია ევროპის საბჭოს მასშტაბით პრობაციორთა რაოდენობის შესახებ. ამ კვლევის მიხედვით 100,000 მოსახლეზე გაგარიშებით საქართველოს ევროპაში მეორე ადგილზე იმყოფება პრობაციონერთა რაოდენობით. ერთი შეხედვით ეს რიცხვი 22,000-ია, მაგრამ 100,000 მოსახლეზე გაანგარიშებით საკმაოდ მაღალი გამოდის. ევროპულ საერთო მაჩვენებელზე ძალიან მაღალი არის. ასევე ამ კვლევაში წარმოდგენილია პატიმრობის რაოდენობა, პატიმრების რაოდენობა პლუს პრობაციონერთა რაოდენობა. ამ ნაწილში საქართველოს საერთოდ ევროპის საბჭოს მასშტაბით პირველ ადგილზე არის. ეს კვლევაში მითითებული არის, რომ შეუძლებელია ამას რაიმე სწორი ახსნა ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ სისხლის სამართლის მექანიზმების გადამეტებულად გამოყენება ხდება. სახელმწიფო და სამართალდამცავი სისტემა ძირითად შემთხვევებში უფრო მეტად როგორც წესი ორიენტირებულია ხოლმე უკვე მომხდარ შემთხვევებში რეაგირების განხორციელებაზე და ნაკლებად ინტერესდება შემთხვევების პრევენციით, რომელიც გულისხმობს ყველა შესაბამისი სექტორის ჩართულობას და მულტისექტორულ მიდგომას იმისათვის, რომ ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით თავიდან ავიცილოთ ხომ დანაშაულებრივი ქმედებები. საგანგაშოა სტატისტიკა ასევე პატიმრების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებითაც 2025 წლის კვლევის თანახმად საქართველოს ევროპაში არის პირველ ადგილზე პატიმრთა რაოდენობის მიხედვით. პირველების პირდაპირ ეთერში სოფონიაური საუბრობდა ივანიშვილის